ანა, მოგესალმები, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. ცხადია, მექნება აუცილებლად კითხვა იმ პროცესზე, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იმ შეხვედრაზე, რომელიც ჩვენ ვნახეთ სისტემის ტყვეების, ოჯახის წევრების და დედების მონაწილეობით. იქამდე მინდა კითხოთ ლევან ვარშალომიძის საქმესთან დაკავშირებით, ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი რაიმე ახალი ინფორმაცია? ბოლო ცნობები იყო ის, რომ ადვოკატის პოზიციას ელოდებოდა მისი გარემოცვა და ყველა იყო ასტანას გადაწყვეტილების მოლოდინში. ხო, ოფიციალურ ასტანაზეა საუბარი. თქვენ რა ინფორმაციის გავრცელება შეგიძლიათ? მოგესალმებით, ანა, მადლობა შესაძლებლობისთვის. ბოლო ინფორმაცია, რაც გვაქვს, არის ის, რაც უკვე იცის საზოგადოებამ, რომ უკრაინული მხარე ჩართულია და მუშაობენ იმისთვის, რომ ლევანი იყოს, რაც შეიძლება მალე თავისუფალი. რაც შეეხება დარჩენს, ჩემი γνώმით ლევანი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც ამ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და მონაწილეობა აქვს მიღებული და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. დღესაც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის, ეხმარება უკრაინელებს. შესაბამისად, მისი ტყვეობა ეს არის ამ ქვეყნის ნამდვილად მათ შორის სირცხული, ხელისუფლების სირცხულიც, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ თავისი მოქალაქე დაიცვას ახლა რუსეთის ტყვეობისგან და აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. მე როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრიც ჩართული არიან ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ლევანი იქნება თავისუფალი, თუმცა ყველაზე დიდი იმედი მაინც უკრაინული მხარის გვაქვს, ხო, იმის გათვალისწინებით, ახლა საქართველოს ხელისუფლების პოზიციები, როგორიც არის რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე უახლოესი ინფორმაცია გახდება ჩვენთვის ცნობილი და ეს იქნება ლევანის თავისუფლება. ანა, იყო საუბარი რუსეთისთვის გადაცემის საფრთხეზე, ხო? ეს არის ალბათ მთავარი საკითხი ახლა, რასაც უკავშირდება ყველა ის შიში, რაზეც მისი თანაგუნდელები საუბრობთ. აი, უფრო კონკრეტულად შეგიძლია გითხრა რა პროცესი მიდის ამის საწინააღმდეგო? თქვენ ახსენეთ უკრაინა, თუმცა არის ამ მიმართულებით, ანუ კონკრეტული კითხვები, აი რა ტიპის პროცესი შეიძლება მიდიოდეს და რამდენად რეალური არის ეს საფრთხე? საფრთხე რეალურია იმდენად, რამდენადაც ლევანზე სისხლის სამართლის საქმე არის ჩვენი ინფორმაციით აღძრული რუსეთში, რომელიც უკავშირდება მათ შორის ლევანის საქმიანობას უკრაინაში. თქვენ იცით, რომ ლევანი ეხმარება კონსულტაციებით და ასე შემდეგ უკრაინელებს იმ პროცესში, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, ანუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, რისკი იმისი, რომ რადგან რუსეთის მოთხოვნით არის დაკავებული, რისკი იმისი, რომ მისი გადაცემა მოხდეს, ცხადია არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ და ვიმეორებ, რომ მაიმედებს ამ შემთხვევაში უკრაინული მხარის ჩართულობა ამ ყველაფერში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინული მხარის ჩართულობით ეს რომ მისი ექსტრადირება მოხდეს რუსეთში, არ მოხდება და ლევანი იქნება თავისუფალი. ახლა ვიტყვი გულწრფელად, მე ვიმედოვნებ, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული არის და დაკავშირებით ჩემი ინფორმაციის და უშუალოდ ინფორმირებული არის მინისტრი. მე არ ვიცი ხარ რამდენად შეიძლება გულწრფელად მქონდეს იმედი იმისი, რომ ქართული მხარე აქტიურად იქნება ამ პროცესში ჩართული ახლა იმ საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, რა პოზიციებიც ქართულ მხარეს აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ლევანი არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან ბევრი უკეთებია. რეალურად შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულება არის, რომ ყველაფერი გააკეთოს ახლა ჩართული იყოს პროცესებში ბოლომდე იმისთვის, რომ ლევანი იყოს თავისუფალი. კი ბატონო, ანა, ერთი კითხვა მექნება ასევე თქვენთან ამ დაანონსებულ საკითხზე, რომელიც ეხება სისტემის ტყვეების ოჯახის წევრების შეხვედრას. ისინი ძალიან აქტიურები არიან მთელს ამ პროცესში და ჩვენ ვნახეთ გუშინ შეხვედრა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სადაც კონკრეტულ საკითხებზე იყო ლაპარაკი, ან მთავარი მოწოდება იყო იმისკენ, რომ არც ერთი პოლიტიკურმა ჯგუფმა არ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და მათი სურვილია ნახონ უფრო ძლიერი პოლიტიკური პროცესი და ასევე ერთიანი ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის, ხომ? აი, ამაზე რა არის თქვენი მოსაზრება და როგორ ფიქრობთ, აი, რა უშლის ამ პროცესს ხელს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მკითხეთ და პოლიტიკური პროცესის გაძლიერებაზე, ხო? ცუდად მესმოდა. დიახ. მოკლედ, პირველი რომ ჩვენ ის რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს, ეს ცხადია.
და იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად არის უკვე ის დრო, როდესაც პროტესტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს და კიდევ უფრო მეტად უნდა ბრძოლის სხვადასხვა ფორმები უნდა შეიძინოს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ მიუხედავად იმისა, რომ ხა რეჟიმს დისკომფორტი აქვს და რეჟიმს აქვს ნამდვილად დისკომფორტი, იმიტომ რომ სხვანაირად არ აიხსნება ეხლა რასაც ის აკეთებს, თუნდაც ამ ფონდების დაყადაღებით და ასე შემდეგ, ხომ? ეს ბოლომდე უნდა რომ ეს პროტესტი ჩაახშოს, ბოლომდე უნდა რომ გააჩეროს, იმიტომ რომ ეს პროტესტი მისთვის არის დისკომფორტი, მაგრამ ეს დისკომფორტი რეალურად უნდა გაიზარდოს კიდევ უფრო მეტად ხელისუფლებაზე და კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ უნდა იყოს ხელისუფლება და მე არ მომერიდება რომ კი უნდა ჩამოიშალოს ის რეჟიმი, რომელიც ეხლა არის ქვეყანაში, იმიტომ რომ სანამ ეს რეჟიმი არსებობს, ვერანაირ არჩევნებზე და ამ შეხვედრაზეც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან იყო, მათ შორის თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ხო? და ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით იყო შემდეგიც, რომ თუ სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება და სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არანაირ არჩევნებს ჩემი ხმარწმენით არ აქვს ამ ქვეყანაში აზრი, იმიტომ რომ როდესაც ყველაფერი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, ვერანაირი თავისუფალი და სამართლიანი კი არა, თავისუფალი და სამართლიანი მიახლოებული არჩევნებიც კი ვერ ჩატარდება ამ ქვეყანაში. ამიტომაც მთავარი პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების მთავარი ამოცანა ეხა ნამდვილად უნდა იყოს ის, რომ პოლიტიკურმა ბრძოლამ სხვა ფორმები შეიძინოს, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს და თავდაცვიდან გადავიდეთ თავდასხმის რეჟიმში. ხო, სხვათა შორის ამ ქუჩის პროტესტის არ დაგვრჩენია თავდასხმა ახსენეთ თქვენ, ანა, სხვათა შორის დღეს იყო ამ საკითხზე გამოხმაურება ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, კონკრეტულად ხაბეიშვილს უპასუხეს ქართულ ოცნებაში, რომ ის ჰაერში იქნევს მუშტებს, ეს გასაგებიაო, მაგრამ რას ნიშნავს თავდასხმა, რჩება გაუგებარიო. აი, როგორ ახსნით ამ საკითხს, ხომ? ანუ ისე ხედავთ თქვენ პოლიტიკურ პროცესს, როგორც ჩანს, რომ უნდა იყოს არა თავდაცვა, არამედ თავდასხმა. კი. ეხა ქართულ ოცნებას ყოველთვის შეუძლია თქვას ყველაფერი საერთოდ და ყველაფერზე შეუძლია თქვას რომ უსირცხლოდ. ეხა მუშტების ყველა შეუძლია ყველაფრის თქმა. მაინტერესებს თვითონ ერთი დღე არა ქართულ ოცნებას განსაკუთრებით ახასიათებს ეს. ან ეხა თეთრზე შავი რო შეუძლიათ თქვან ეს ქართულ ოცნებას ყველაზე ძალიან ახასიათებს და მე მგონია 18 წლის განმავლობაში ეს არაერთხელ ნახეთ, ხო? მათ შორის უტიფარი ტყუილები, ხო? ეხა მუშტების ქნევაზე თუ საუბრობთ, ჰაერში მუშტების ქნევაზე, მე მგონია რომ ქართული ოცნება იმ პირობებში, რა პირობებშიც ოპოზიციამ გაძლო ამ 12 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ნაციონალურმა მოძრაობამ, დევნის, თავდასხმების, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები რო ციხეში არიან, რეპრესიების და უბედურებების ერთი დღეს ვერ გაძლებს ქართული ოცნება ოპოზიციაში. აი, ერთი დღეც ვერ გაძლებს ხელისუფლების გარეშე ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური პარტია ოპოზიციაში და ჩამოიშლება. შესაბამისად, მათ ეხა ამ იმართულებით სალაპარაკო ოპოზიციაზე, როგორც არ უნდა ვაკრიტიკებდეთ კონკრეტულად რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ერთდღიანი პროტესტის თავიც კი არ აქვს, იმდენად დაცლილი არიან საერთოდ იდეისგან და იმდენად მიბული არიან მხოლოდ იმ კორუფციას და იმპულს, რომელსაც ბიძინა უხდის. ამიტომაც ისინი მარტო ძალაუფლება და ხარება რო უდგათ წინ, მაშინ არიან მაგრები და მაშინ შეუძლიათ რომ ესე ქუჩაში იარონ, თორე ისე თავისუფლად ოპოზიციაში ქუჩაში ვერ ივლიან ნამდვილად, როგორც ჩვენ ვიცხოვრეთ ეს 12 წელი და ვიბრძოლეთ. ამიტომაც ამ მიმართულებით სათქმელი ნამდვილად არაფერი არ აქვს, მაგრამ მე რაღაცას ერთი რამეს ვიდა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა, რომ კი ნამდვილად მგონია, რომ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, ანა მე არ მგონია, რომ ვიღაცის კონკრეტული ბრალეულობა არის იმაში, რომ რაღაცაში უფრო აქტიურები არა ვართ, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ობიექტური მიზნები აქვს, რეჟიმს ვებძვით და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ რეჟიმს ყველა შესაძლებლობა აქვს იმისი, რომ მოგუგუდოს და ყველა შესაძლებლობა აქვს იმისი, რომ გასაქანი არ მოქცეს, მაგრამ ეს ბრძოლა და მსგავსი ტიპის ბრძოლების მთავარი ამბავი ის არის, რომ მიუხედავად ესეთი მოგუდოებისა, ყოველთვის შეძლო, რომ მონახო გზა ბრძოლის გაგრძელების და გაძლიერების და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ ეხლა ხო ხელისუფლება რა შევა, აქეთ გვაჯარიმებს ფონდებს ხურავს და ადამიანებს შესაძლებლობას არ აძლევს, რომ ჯარიმები გადაიხადონ, ხო? ანუ პოლიტპატიმრები ციხეში ყავს და გვეუბნება, რომ საერთოდ არ აინტერესებს, ვინ რას ფიქრობ, ეს პოლიტპატიმრები იყოლება ციხეში. უფრო მეტიც ეხა პოლიტპატიმრებს შობლებს აჯარიმებს, ხო? ამაზე მეტი ცინიზმი რა შეიძლება იყოს და კიდე მილიონი სხვა
მილიონი სხვა რაღაცა ხო, რითაც თავის უტიფრობას აჩვენებს და ჩვენ დროა, რომ ამ რეჟიმიდან გადავიდეთ იმ რეჟიმზე, როდესაც უფრო მეტი პრობლემა უნდა, იქით უნდა შევუქმნათ ხელისუფლებას, როდესაც უფრო მეტად უნდა მოვარყიოთ რეჟიმი და უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ ყველა ფლანგზე. ახლა არ არის ეს მარტო ცარიელი სიტყვები. მე მესმის, რომ ეს რთულია. მე მესმის, რომ ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ხო, მეკითხეთ ანა რა უშლის ამ პროცესს ხელს? შესაძლოა ეს კითხვა წარსულშიც კიდევ უფრო რელევანტური ყოფილიყო, რა უშლიდა ამ პროცესს ხელს, იმიტომ რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება ხო ამ პროცესის მიმართ. ამიტომ აი თუ შეგიძლიათ უფრო გულწრფელი საუბარი მათ შორის კონკრეტულად ამ მიზეზებზე, რომ ამ საუბრით უნდა დაიწყოს სწორედ გამოსწორება, ხო? აღნიშნული მიზეზის, ანუ ამიტომ არის საუბარი მნიშვნელოვანი. კი, მესმის და გეთანხმებით აბსოლუტურად. კი, ბევრი მიზეზი არსებობს, ხა ყველა საუბარი გამჭირდება, ყველასთან თავისი ობიექტური და სუბიექტური განვითარება აქვს, მათ შორის ისტორიული პარალელები და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრი მიზეზიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმეა ჩემი აზრით. ახლა ცოტა შორიდან რო დავიწყოთ, ახლა 12 წლის განმავლობაში ჩვენ სამწუხაროდ ძალიან გვიანს გავაცნობიერეთ, საზოგადოებამ ძალიან გვიან გააცნობიერა ვისთან ქონდა საქმე. ხო, ეხა ბოლო არჩევნებზეც კი 28 ნოემბრის განცხადება აღმოჩნდა ძალიან ბევრისთვის წყალგამყოფი კობახიძის, თორე ძალიან ბევრს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ქონდა წარმოდგენილი ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი. ხა ამ 12 წლის განმავლობაში გარდა ნაციონალური მოძრაობისა ძალიან ბევრ ადამიანს გულწრფელად ჯეროდა და ჯერ კიდევ ბოლომდე არ უდოდა დაჯერება ვისთან ქონდა საქმე. და ამასობაში რეჟიმი გაძლიერდა. ამასობაში ამ სიჩუმემ ლეგიტიმაცია მისცა რეჟიმს, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩაეგდო ხელში ისე, რომ საკუთარ პარტიულ და ოლიგარქის სრულებს დაუქვემდებარა, ხო? ხო, და რეალურად, როდესაც უკვე საზოგადოება მიხვდა, რასთან ქონდა საქმე, აღმოჩნდა, რომ ეს ლეგიტიმაცია საკუთარი სიჩუმით ისე მისცა ხელისუფლებას, რომ ხელისუფლება ეხლა მას იყენებს როგორც ბერკეტს, ისევ საზოგადოების მოსახრჩობად, ხო? ობიექტური მიზეზები არის ისიც, რომ აუღნიშნე უკვე, რომ ძალიან რთულია ეხლა ამ რეჟიმს ებრძოლო შიშველი ხელებით, როდესაც არაფერი არ აქვს საერთოდ და როდესაც ცდილობს ფინანსურად მოგახრჩოს, როდესაც ხდება და გცემს, როდესაც ყველა ძალოვანი სტრუქტურა, კრიმინალი ქუჩა, ყველაფერი მის ხელშია, ხო? და შესაბამისად არ გიტოვებს სივრცეს, მაგრამ სუბიექტური, ანა ჩემი ღრმა რწმენით, არის ის, რომ ოპოზიციურ სპექტრსაც თავისი პრობლემები აქვს ნამდვილად და ამ ოპოზიციურ სპექტრსაც თავისი სუბიექტური და ობიექტური პრობლემები აქვს და არა მარტო ოპოზიციურ სპექტრს, მათ შორის NGO-საც და საზოგადოებასაც და შემდეგ ძალიან დიდი ხანი რაღაცა საერთო ენა ვერ გამოინახა აი ამ საერთო ბრძოლაში. იგი ვიღაცას ნაცებთან დგომა არ უნდათ, იმიტომ რომ ნაცები იყვნენ და სანამ 12 წლის განმავლობაში მიხვდნენ, რომ ნაცებზე 1000 ჯერ უარესი კი არა ვერც შევადრი, უბრალოდ ისეთი. ყავთ ახლა ხელისუფლებაში ამდენი ხანი ძალიან დიდი დრო დაიკარგა. ვიღაცაებისთვის ერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი პერსონალური თავდასხმები და პირადი თავდასხმები იყო პარტიონ ოპოზიციურ, მასე რა ქვია, პარტიაზე და მთელი საარჩევნო კამპანია ახლა უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა თავდასხმებს, უსამართლო თავდასხმებს ითმენდა და ჩვენ ჩუმად ვიყავით იმის გამო, რომ რაღაცა ერთობა არ დაგვერღვია ამ ყველაფერში. ამიტომაც ეს ყველაფერი ჯამში და რეალურად კიდევ ყველაზე მთავარი ის, რომ ძალიან დიდი შიში აქვს ქართულ ოცნებას დათესილი საქართველოს მოქალაქეებში და ჩვენ ეს უნდა ვთქვათ და უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ბერკეტით და ყველა განსაკუთრებით რეგიონებში, ყველა შესაძლებლობით ქართული ოცნება ცდილობს, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები, აქტიურები არ იყვნენ საპროტესტო აქციებში. ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი ოპოზიციური სპექტრის და არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის უნდა იყოს ის, რომ აი ეს ადამიანები, ვინც ახლა ისე ჩუმად არიან, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილები არიან, ამ ადამიანების გააქტიურება და ამ პროცესში ჩართვა შეძლოს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ყველა ამ ფაქტორზე გათვალისწინებით, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, იმ მიზნის მიღწევა, რომ ჩვენ რეჟიმის პრობლემა შევქმნათ და რეჟიმი ჩამოშალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს საუბარი ნებისმიერ არჩევნებზე ნამდვილად არის შესაძლებელი. მადლობა ანა, დაგემშვიდობებით.